ქვეყნის გული, ერნესტ ჰემინგვეი. მადრიდში უამრავ ბიჭს ჰქვია პაკო, შემოკლებული ფრანცისკო. მადრიდელები ხუმრობით ყვებიან კიდეც თითქოს მადრიდში ჩამოსულა ერთი კაცი და გაზეთ ელ ლიბერალის კერძო განცხადებებს შორის მოუთავსებია. პაკო შემხვდი სასტუმრო მონტანაში პარასკევს დღის 12-ზე. ყველაფერი გაპატიე მამ. და თითქოს საჭირო გამხდარა ჟანდარმთან ცხენოსანი რაზმის გამოძახება, რომ სასტუმროში მისული 800 ახალგაზრდა გაეფანტათ, მაგრამ პანსიონ ლუარკას სასადილოში მიმტანად მომუშავე პაკოს არც მამა ჰყავდა, რომელიც ყველაფერს აპატიებდა და არც არაფერი ჩაედინა ისეთი მამის შეენდომა, რომ დასჭირებოდა. პაკოს ჰყავდა ორი უფროსი და, რომლებიც ლუარკაში მოახლოებად მუშაობდნენ. ერთი მათი თანასოფლელის ლუარკის ყოფილი მოახლის წყალობით მოხუდრილა პაკოს დები პანსიონში. ამ მოახლეს თავი გამოუჩენია გარჯილობით, პატიოსნობით და კარგი სახელი გაუთქვამს თავისი პატარა სოფლისა და მის მკვიდრთათვის. დებმა პაკოს მადრიდამდე ავტობუსით მგზავრობის ფული მისცეს და პანსიონში უმცროსი მიმტანის ადგილი უშოვნეს. პაკოს სოფელი ესტრამადურის რომელიღაც ნაწილშია. იქ წარმოუდგენლად პრიმიტიული ცხოვრებაა. ხალხი დამშეული და არავითარი ხელსაყრელი საარსებო პირობები, რაც თავი ახსოვდა პაკოს, სულ ჯაფაში ამოსდიოდა სულ. პაკო შოლტივით მოქნილი ბიჭი იყო, შავთმიანი, კარგი კბილები ჰქონდა და ისეთი კანი, რომ დები შენატროდნენ. კეთილი ნათელი ღიმილი ჰქონდა, ფეხმარდი გახლდათ და კარგადაც მუშაობდა. უყვარდა დები, ეგონა ლამაზმანები დაბძენებულები არიანო. უყვარდა მისთვის ჯერ კიდევ საარაკო მადრიდი, უყვარდა თავისი საქმე, გაკაშკაშებულ სინათლეზე, ქათქათა ხალათში გამოწყებილი, რომ მორბოდა. ეამებოდა საღამო ტანსაცმელში გამოწყობა და სამზარეულოში დახვევებული სასმელ საჭმელი. ეს ყველაფერი მშვენიერი და რომანტიკული იყო პაკოსათვის. პანსიონ ლუარკაში ყოველთვის ცხოვრობდა 12-ოდე კაცი. ისინი იქვე სადილობდნენ ხოლმე, მაგრამ პაკოსთვის, რომელიც სამ მიმტანს შორის ყველაზე უმცროსი იყო, არსებობდნენ მხოლოდ ხართან მოჭიდარენი. ამ პანსიონს მეორეხარისხოვანი მატადორები ეტანებოდნენ. მისამართი კალე სენ ხერონიმო. სავსებით შესაფერი იყო სურსად სანოვაგე, ჩინებული, ოთახი და ჭამასმა იაფი. ხართან მოჭიდარე აუცილებლად უნდა სტოვებდეს შეძლებული კაცის თუ არა დარბაისელი პიროვნების შთაბეჭდილებას მაინც, რადგან ესპანეთში ჭეშმარიტ ვაჟკაცობაზე მეტად გარეგნული კეთილსახიერება და მოჩვენებითი ღირსება ფასობს. ხართან მოჭიდარენი ლუარკაში ცხოვრობდნენ, სანამ უკანასკნელი პესეთი არ შემოეხარჯებოდათ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხართან მოჭიდარი სხვა უკეთეს ან უფრო ძვირ სასტუმროში გადასულიყო. მეორეხარისხოვანი მოჭიდარი უკეთესი არასდროს არ გამხდარა, მაგრამ თუ მას ლუარკაშიც აღარ ედგომებოდა, საქმე წასული იყო. ლუარკაში ცხოვრება ყველას შეეძლო, ვინც ერთ-ორ კაპიკს მაინც შოულობდა. ანგარიშის გასწორებას არ მოსთხოვდნენ, ვიდრე თვითონ არ ისურვებდა და თუ მოსთხოვდნენ, ეს ნიშნავდა პანსიონის დიასახლისი დარწმუნდა, რომ მისი გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იმ ხანებში ლუარკაში სამი გაწაფული მატადორი, ორი მარჯვე პიკადორი და ერთი ჩინებული ბანდერილიერო ცხოვრობდა. პიკადორებისა და ბანდერილიეროსათვის ლუარკაში ცხოვრება დიდი განცხრომა იყო. ოჯახებს ისინი სევილში სტოვებდნენ და თავად მთელ საგაზაფხულო სეზონზე მადრიდში ჩადიოდნენ. მათ კარგი გასამჯელო ეძლეოდათ და მუდამ ჰქონდათ სამუშაო მატადორებთან, რომელთაც სეზონურად მრავალი ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული. ასე რომ ეს სამი ხელქვეითი ცალ-ცალკე ბევრად უფრო მეტ ფულს აკეთებდა, ვიდრე რომელიმე იმ სამ მატადორთაგანი. ლუარკაში რომ ცხოვრობდა. ამ სამ მატადორში ერთი სნეული იყო, თუმცა ცდილობდა არ გაემხილა, მეორის გაბრწყინება ძალზე ხანმოკლე იყო, მესამე გალაჩრებულიყო. ეს მხდალი მატადორი იშვიათად გულადი და საოცრად მარჯვე ყოფილა, ვიდრე ერთ-ერთი სეზონის დასაწყისშივე იგი. უკვე დახელოვნებული მატადორი მუცლის ქვედა ნაწილით ხარისოს რქაზე საზარლად წამოგებოდა. ახლაც გვარიანად შემორჩენოდა წარმატების ჟამინდელი მიამიტი და ბზიკობა. უზომოდ მხიარული იყო. ერთთავადა იცინოდა მიზეზით თუ უმიზეზოდ. იმ წარმატების დღეებში ხშირად ამასხრებდა ხოლმე სხვებს, ახლა კი აღარ. საკუთარ თავში დაკარგა რწმენა და სხვებთან რახელი ჰქონდა. ამ მატადორს გონიერი, უზაკველი სახე ჰქონდა და საკმაოდ რიხიანად ეჭირა თავი. სნეული მატადორი ძალიან ცდილობდა არ გაეთქვა თავისი სადგივარი და მაგიდაზე მოტანილ ყოველგვარ საჭმელს ჯიუტად ეძალებოდა ხოლმე. უთვალავი ცხრის სახოცები ჰქონდა, თვითონ რეცხავდა ოთახში. მოგვიანებით თავისი საჭიდარი სამოსის გაყიდვას მიჰყო ხელი. შობის წინ ჩალისფასად გაჰყიდა ერთი ხელი, 2 აპრილის დასაწყისში. ძვირფასი სამოსი ჰქონდა, შვენივრად შენახული უკანასკნელი დარჩა.
დასნეულებამდე ამ მატადორს კარგი პირი უჩანდა, მისი პირველი გამოსვლები სენსაციურიც კი იყო, თუმცა თვითონ წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ. მაინც ინახავდა გაზეთებიდან ამ მონაჭერს, სადაც ეწერა, რომ მადრიდში გამართულ დებიუტში იგი თვით ბელმონტესაც კი სჯობდა. პატარა მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე და მარტო სჭამდა, თეფშს იშვიათად თუ მოაცილებდა თვალს. ოდესღაც ცნობილი მატადორი დაგვალული და შავტუხა იყო, თან მედიდურიც, ისიც მარტო სჭამდა განცალკევებულ მაგიდაზე, 1000-ში ერთხელ თუ გაირინოდა და არასდროს არ იცინოდა. ვალიადოლიდიდან იყო, იქაურები სულ შუბშეკრულნი ყოფილა. ნიჭიერი მატადორი იყო, მაგრამ ილეთები ისე მალე მოუძველდა, რომ ხალხმა ვერც კი მოასწრო მისი კარგი თვისებების, გამბედაობისა და თამამი ოსტატობის ჯეროვანი შეფასება და მისი გვარის გამოცხადება ხართან საჭიდარ მოედანზე აღარავის არ იციდავდა. პირველ ხანებში ხალხმა შენიშნა მისი იშვიათი კოჭდაბლობა, ხარის ქეთს ძლივსაც სვლებოდა, მაგრამ სხვებიც იყვნენ ასეთი ჩაკოჩკორა მატადორები და ამით მაყურებლის გულს ვერ მოინადირებდა. იმ ორ პიკადორთაგან ერთი ქარქარა აგებულებისა იყო, ხმელხმელი და ჭაღარა, ქორივით სახე ჰქონდა, ხელები და ფეხები კი თითქოს რკინისა აქვსო. მესაქონლის წაღები ეცოდა შავლის ტოტები ზემოდან ჰქონდა გადმოშვებული. ყოველ საღამოს მაგრად გამობრუჟდებოდა ხოლმე და პანსიონის ყველა ქალს დანამული თვალებით შეციცინებდა. მეორე პიკადორი ახლოვანი, შავგვრევანი ლამაზი იყო, ინდიელივით შავი თმა და უებერთელა ხელები ჰქონდა. ორივე შესანიშნავი პიკადორი იყო, თუმცა პირველზე ამბობდნენ ღვინოს და ქალებს გადახვა უწინდებურად ვეღარ მუშაობსო. მეორეზე ამბობდნენ ისეთი უხიაკი და შფოთიანია, რომ ვერც ერთი მატადორი ერთ სეზონზე მეც ვერ იტანს. ბანდრილიერო შუახნის თმა შევერცხლილი კაცი იყო, თუმცა ხნიერი, მაინც კატასავით მოქნილი. მაგიდას რომ მიუჯდებოდა, იტყორეთ ეს ვიღაც საქმოსანია და ალბათ რიგიანი შემოსავალიც აქვსო. ალბათ ერთხანს კიდევ იქნება წვიუმაგარი, მაგრამ მუხლებში რომ ძალა გამოელევა, სამაგიეროდ გონიერება და საკმაო გამოსტილება შერჩება და კიდევ დიდხანს ექნება სამუშაო, თუმცა თვითონ კი იგრძნობს სხვაობას. სიჩაუქე ფეხებში რომ გაუქრება, შიში შეიტყრობს, ახლა კი ჯერ წმენაც აქვს და სიმშვიდეც, მინდორზე და მინდვრის გარეთაც. იმ საღამოს სასადილოში აღარავინ დარჩა გარდა პიკადორისას, სახე რომ ქორს მიუგავდა და მეტისმეტად ბევრს სვამდა. იქვე გახლდათ მთელ ესპანეთში ბაზრობებსა და დღესასწაულებზე მოხეტიალე საათებით მოვაჭრე, რომელსაც სახეზე ხალი ჰქონდა. ისიც ბევრს სვამდა, ორი გალისიელი მუხტლის კუთხეში დადგმულ მაგიდას მიშტობოდნენ და ბევრს თუ არა, მაინც საკმარისად ყლურ წავდნენ. იმ ხანებში ლუარკაში ოთახისა და საჭმლის საფასურში ღვინოც მიითულებოდა. მიმტანებმა ვალდ პენიასეს სავსე ბოთლები ვაჭარს, მერე პიკადორს და ბოლოს მღვდლებს დაუდგეს. სამივე მიმტანი ოთახის ზღურთთან დაყუდებული იყო, პანსიონში წესად ჰქონდათ, მიმტანი ადგილზე უნდა ყოფილიყო, ვიდრე მისი მაგიდები მთლად დაცარიელდებოდა, მაგრამ ის, რომელიც მღვდლების მაგიდას ემსახურებოდა, ანარქოსინდიკალისტთა კრებაზე იყო წასასვლელი და პაკო დაჰპირდა, შენს მაგიდას მე მივხედავ. მაღლასნეული მატადორი საწოლზე პირქვე დამხობილი იწვა, ოთახში მარტო იყო. აწ-ხელმოცარული მატადორი ფანჯარაში იცქირებოდა და კაფეში წასვლას აპირებდა. ხვდალ მატადორს პაკოს უფროსი და თავის ოთახში მოეხელთებინა და ცდილობდა დაეყოლებინა, მაგრამ პაკოს და იცინოდა და თან მატადორისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მატადორი აგულიანებდა. კარგია, ახლა გეყოფა ურჩობა. არა, უარობდა პაკოს და რა ძალა მადგია. ხათრს ნუ გამიტეხ, გემოზე დანაყრდით და ახლა მე ჩაროზად გინდა დამაყოლოთ. ერთხელ მხოლოდ ამით რა დაშავდება. თავი დამანებეთ მეთქი გეუბნებით. მოხდება რა, თავი დამანებეთ მეთქი გეუბნებით. ქვევით კი სასადილოში ყველაზე მაღალმა მიმტანმა კრებაზე რომ აგვიანებდა თქვა. შეხეთ ერთი ამ შავ ღორებს როგორ ასვამენ. არ გიკადრება მაგნაირი ლაპარაკი, უთხრა მეორემ. ესენი წესიერი ხალხია, არც მაინდა მაინც ბევრს ასვამენ. ძალიან კარგად ვლაპარაკობ, მე რომ მკითხო, უპასუხა მაღალმა. ორნაირმა ჭირმა შეჭამა ესპანეთი, ხარებმა და მღვდლებმა. კი მაგრამ თითოეულმა ხარმა ცალკე ხომ არა, ან თითოეულმა მღვდელმა, თქვა მეორე. დიახ, მიუგო მაღალმა. ყველა უნდა დაამარცხო სათითაოდ, რომ მთელი კლასი მოსპო. თითოეული ხარი და თითოეული მღვდელი სათითაოდ უნდა მოკლა, არც ერთი არ უნდა დატოვო ცოცხალი. აი მერე კი შეგეძლება თავისუფლად ამოისუნთქო, კრებისათვის შემოინახე, უთხრა მეორე. შეხეთ მადრიდულ ველურობას განაგრძობდა მაღალი, უკვე 12-ის ნახევარია, ესენი კი ისევ თქლებენ, 10 საათი იყო საჭმელად რომ დასხდნენ, თქვა მეორემ. ხომ იცი საჭმელი ბლომადაა, ღვინო იაფია და ღვინის ფულიც უკვე გადახდილია. არც ღვინოა მაგარი. რა სოლიდარობა უნდა დაამყარონ მუშებმა შენიშნანა ტუტუცებთან. იცი რას გეტყვი? უპასუხა მეორემ 50 წლის კაცმა.
მთელი ჩემი სიცოცხლე მუშაობდი. სიცოცხლის დანარჩენსაც ვიმუშაობ. მუშაობის გამო არ დავიჩივლებ. ყველამ უნდა იმუშაოს. მაგრამ უმუშევრობამ ხომ ბოლოს ურევს ადამიანს. მე ყოველთვის მუშაობდი უთხრა ხნიერმა მიმტანმა. წადი კრებაზე რას მიკეთებ აქ რომ გაჩერებულ ხარ. შენ კარგი ამხანაგი ხარ, თქვა მაღალმა, მაგრამ არავითარი იდეოლოგია არ გაგაჩნია. იდეოლოგიის უქონლობა სჯობია სამუშაოს უქონლობას, უპასუხა ხნიერმა, გასწიმ შენს კრებაზე. პაკოს ხმა არ მოუღია პოლიტიკისა, ჯერ არაფერი გაიგებოდა, მაგრამ ჟუანტელეული და ხოლმე მაღალი რომ იტყო და აუცილებელი ამღვრებისა და ჟანდარმების მოკლაო. პაკოს თვალში მაღალი მიმტანი რევოლუციას განასახიერებდა, რევოლუციაც რომანტიკული იყო. თვითონ კი უნდოდა რომ კეთილი კათოლიკი და რევოლუციონერიც ყოფილიყო. მუდამ ჰქონოდა ახლა რომ აქვს ისეთი სამუშაო და თან ხარებთან მოჭიდარიც ყოფილიყო. წადი კრებაზე, იგნასიო, თქვა მან, მე მივხედავ შენს მაგიდას. ჩვენ ორივენი მივხედავთ, თქვა ხნიერმაც. ერთიც საკმარისია, უთხრა პაკომ, წადი კრებაზე. მაშ წავედი, თქვა მაღალმა, მადლობერი ვარ თქვენ. ამასობაში ზევით პაკოს და ისე მარჯვეთ დაუსხლტა მატადორს ხელიდან თითქოს მტრის მარწუხებს გამოეშვა და ახლა უკვე ბრაზმორეულმა დასწახა. ო, თქვენ მათხოვრის ჯიშისა თქვენა, თქვენ ბეთხეი და მატადორო, შიშისგან დალეულო, მაგდენიშნო თუ გაქვთ ხართან ჭიდილის დროს მოიხმაროთ, ისე სჯობია. ეგრე ქუჩის ქალი ლაპარაკობს. მე ქუჩის ქალიც ხომ ადამიანია, მაგრამ მე არა ვარ ქუჩის ქალი. უეჭველად გახდები მე. თქვენ მაინც არ იქნებით ამის მიზეზი, მომწყდი თავიდან, თქვა დაგმობილმა და გაპანყურებულმა მატადორმა. გრძნობდა რომ პირშავის სიმხდალე ეძალებოდა კვლავ. მოგწყდეთ თავიდან, მეტად ვირას გთხოვთ, უთხრა პაკოს და ეგება არ გსურთ საწოლი რომ გაგისწოროთ, ამაში მე ფულს მიხდია. მომწყდი თავიდან, თქვა მატადორმა და ფართო ლამაზი სახე ისეთნაირად დაეღმეჭა თითქოს ტირილს აპირებსო. შე ქუჩის ქალო, შე წუნკალა ქუჩის ქალო. თახე მატადორს შესწახა მოახლემ. ო, ჩემო ძვირფასო მატადორო და კარი მიიხურა. ოთახში მარტო დარჩენილი მატადორი საწოლზე იჯდა, სახეს დაღმეჭილობა შეერჩენოდა. იგივე დაღმეჭილობა მინდორზე ხართან ჭიდილისას ღიმილივით რომ შეეყინებოდა ხოლმე მის სახეს და აშინებდა პირველ რიგებში მჯდომ ხალხს. მათ იცინოდნენ რასაც ნიშნავდა ეს დამანჭული ხიმილი. ესღა მაკლდა, ამბობდა ხმამაღალი, ესღა მაკლდა. აგონდებოდა როგორი ვაშკაცი იყო ერთ დროს სულ 3-4 წლის წინ. აგონდებოდა მაისის ხორშაკ შუადღეს რამძიმე დაწვებოდა მხრებზე ოქრომ კიდით ნაკარგი საჭიდადი ქურთუკი. მაშინ მისი ხმა მინდორზე და კაფეში ერთნაირად შექდა. გაახსენდა როგორ ამოიხუნეშა როცა მისი დაშნის პირი ხარს ფეჭებს შუა დამტვერულ გაფუძნულ მუქ კუნთოვან ღუნაკში ჩაესო. როგორ დაიხარა სასიკვდილოდ გამწირული ხარის განზე წასული ხეს რომ წააქცევს. ისე მაგარი დატოტვიერი რქები რბილად ესებოდა დაშნა თითქოს მქისე კარაქის გუნდაში ეფლობაო. ხელის გულით ვადას რომ აწვებოდა. დაბლა გაწეული მარცხენა ხელი გადაეჯვარედინებინა მარცხენა მხარი წინ წაეწია, ტანის სიმძიმე მარცხენა ფეხზე გადაეტანა და ანაზდეულად გაქრა სიმძიმე მარცხენა ფეხიდან მთელს სიმძიმეს ის ახლა მუცლის ქვედა არეში გრძნობდა და როცა ხარმა თავი აცია ცალი რქა აღარ მოჩანდა. მის სხეულში ჩასობილიყო. ქალზე წამოგებული მატადორი ორჯერ გადაქანდა ჰაერში, ვიდრე ჩამოხსნიდნენ და ახლა ხარს მოკლას რომ ოპირებს, თუმცა ეს იშვიათად და ხდება, ხარის რქებს ვეღარ უყურებს. ხოდა რა ესმის ვიღაც ქუჩის ქალს, რაც ცეცხლი უტრიალებს გულში მინდორზე გასვლის წინ. რა ესმის ცხოვრებისა იმას, ვინც მას დასცინის. ყველა ისინი ქუჩის ქალები არიან, თავისი საქმე იციან მხოლოდ. ქვევით სასადილოში პიკადორი მაგიდას უჯდა და მღვდლებს მისჯერებოდა. როცა ქალები იყვნენ, იმათ მიაშტერდებოდა ხოლმე, როცა ქალები არ იყვნენ, მაშინ ვინმე უცხოეს ან ინგლისელს მიაჩერდებოდა ხოლმე. მაგრამ ახლა არც ქალები იყვნენ და არც უცხოელები, ამიტომ პიკადორი უტიფრად და უდარდელად იმ ორ მღვდელს უცქეროდა. ამასობაში ხალიანი ვაჭარი წამოდგა, ხელსახოცი დაკეცა და გარეთ გავიდა. უკანასკნელი ბოთლი თითქმის სავსე დაეტოვებინა. კი გამოსწლი და ლუარკაში ანგარიში გასწორებული რომ ჰქონოდა. ისინი მღვდელი კი სულაც არ უყურებდა პიკადორს, ერთი ეუბნებოდა მეორეს. აი უკვე 10 დღეა მის ნახვას ველოდები. დილიდან საღამომდე მოსაცდელში ვზივარ, ის კი არ მეშვებს. რა უნდა ქნა? არაფერი. რა სიზამ? მთავრობის წინააღმდეგ ხო ვერ წახვალ. მეც უკვე 2 კვირა რაც აქავარ და ვერაფერს გავხდი. მე კი ვიცდი, მაგრამ ისინი არ მეშვებენ. მიყურებული კუთხიდან ვარ და იმიტომ ფული რომ გამოგველება რას ვიძამთ, დაუბრუნდებით. ჩვენს მიყურებულ კუთხეს და შეენაღვლება მადრიდს გალისია, ნაძვალტყავებული პროვინცია. ვერც კი გამომტყუნებ ჩვენ ძმას ბაზილიოს, ასე რომ მოიქცა.
მე მაინც არ ამჯერა რომ ბაზილიო ალვარესი პატიოსანი კაცია. მადრიდი ბევრ რამეს გვასწავლის, მადრიდი ძირს უთხრის მთელ ესპანეთს. ერთი კი შეგუშვებდნენ და მერე თუნ უარიც გითხრან. არა, ჯერ წელში უნდა გავწყვიტონ და დაგაოსონ ლოდინით. რა კი ეგრეო ნახოთ, მეც დავიცდი. ვიზერა ნაკლები ვარ, ამ დროს პიკადორი წამოდგა მღვდლების მაგიდასთან მივიდა და გაჩერდა. ჭაღარაქორის მსგავსი მოყიმარი მიაჩერდა მღვდლებს. ეს იცი, ხალებთან მოჭიდარია, უთხრა ერთმა მეორეს და ძალიანაც კარგი მოჭიდარი, თქვა პიკადორმა და სასადილოდან გავიდა. ნაცრისფერი ქურთუკი ეწო, ტანწვრილი იყო, მოღრეცილწვივებიანი, შარულის ვიწრო ჩამოშვებული ტოტები მესაქონლის მაღალ ქუსლიან წაღებზე ზევიდან ჰქონდა გადმო. წაღები იატაკზე მირაკუნებდნენ, თავმომწონეთ და მტკიცეთ, რომ მიაბიჯებდა თან თავის თავს უღიმოდა. ის ცხოვრობდა საკუთარი წარმატების, ღამის ღრეობებისა და უყიფრობის პატარა და ვიწრო სამყაროში. წინა ოთახში სიგარა ანთო ქუდი ცალგვერდზე გადაიწია და კაფეს მიაშურა. რაცამს პიკადორი გავიდა მღვდლებიც დაფაცურდნენ და ინახეს რომ სასადილოში იმათ გარდა აღარავინ იყო და მაშინვე წავიდნენ. ახლა სასადილოში მხოლოდ პაკო და ხნიერი მიმტანიღა დარჩნენ. მაგიდები აალაგეს და ბოთლები სამზარეულოში გაიტანეს. სამზარეულოში ბიჭი ჭურჭელს რეცხავდა. პაკოზე 3 წლით უფროსი ძალზე გესლიანი და ენამწარე იყო. დალია უთხრა ხნიერმა მიმტანმა. ჭიქეში ვალპენიასი დაუსხა და მიაწოდა. რატომღაც არა, ბიჭმა ჭიქა ჩამოართვა. შენ პაკო? კითხა ხნიერმა. მადლობთ უთხრა პაკომ, სამივე დალია. ახლა კი წავა, თქვა ხნიერმა, ღამე მშვიდობისა, უთხრეს ბიჭებმა. ხნიერი მიმტანი წავიდა და ბიჭები მარტო დარჩნენ. პაკომ აიღო ის ხელსახოცი ერთ-ერთი მღვდელი რომ ხმარობდა წელში გაიმართა ქუსლები ერთმანეთს მიედგა, ხელსახოცი ძირს დასწია, მე მკლავები ჰაერში გადააქანა და დინჯი მოქნევით ერთი ილეთი შეასრულა. ვერონიკას რომ უწოდებენ. მოძრაობას თან თავს აყოლებდა, მერე შემოტრიალ და მარჯვენა ფეხი ოდნავ წინ წასწია, მეორეჯერ აიქნია ხელები და ვითომ მის წინ მდგომ მხარს უკან დაახევინა. მერე მესამით აიქნია ტანი ისევე დინჯად ნატები გამოზომილი მოძრაობით, მერე ხელსახოცის წერზე დაიმაგრა, ნახევარ ვერონიკა მოქნილად შეასრულა და ხარს გამოსცილდა. ჭურჭლის მრეცხავი, რომელსაც ენრიკე ერქვა, პაკოს ცერად და დაცინვით უყურებდა. რა სიტყვი როგორი ხარია? კითხა. ძალიან გულადია, უყურსხო პაკომ. შეხედე, ტანკენარი ბიჭი მხრებ გაშლილი იდგა და მერე კიდევ 4ჯერ დახვეწილი მოძრაობით ტანი მსუბუქად მოიქნია, შნოიანად და მოხდენილად. ხარი როგორღა? კითხა ენრიკე. პაკამთან იდგა, წინ საფარი ჰქონდა აფარებული და ხელში ღვინის ჭიქა ეჭირა. ჯერ კიდევ ღონეზეა, უყურსხო პაკო. გული მე ვარ რომ გიყურებ, რატომ? აბა მეყურე. ენრიკე მოიხსნა წინ საფარი. გააღიდია და წარმოდგენილი ხარი და ჩინებულად რბილად და ამავე დროს სხარტად 4ჯერ შეასრულა ვერონიკა. რებულერათი დაამთავრა, წინ საფარმა ხარის ხვირი წინ ნახევარ რკალი კაფეო ჩემხავს და მატადორი ხარს საბოლოოდ გამოშორდა. ნახე, თქვა მან, და მე კი ამ გაკჭურჭავს რეცხავ. რატომ მერე? შიში, უპასუხა ენრიკე, მიედო, შენც დაგემართება ეს, შეშინდები, მინდორზე რომ გახვიდე ხართან საჭიდრად. არა, თქვა პაკომ, მე არ შემეშინდება. ენრიკემ შეიგინა, ყველას ეშინია. მხოლოდ ნამდვილი მატადორს შეუძლია სლიო შიშს და ხარს შეეჭიდოს. ერთხელ მეც გავედი მინდორზე, მოხალისეებმა რომ გამართეს ხანთარ ჭიდილი, ის შემეშინდა რომ თავი ვეღარ შევიმაგრე და გამოვიქეცი. ყველა მციცილი და მაღალი. შენ შეგეშინდებოდა ეს შიში რომ არ იყოს, ყოველი ფეხსაც მისწმენდა ესპანეთში მატადორი იქნება. შენ სოფლელი ბიჭი ხარ, შენ ჩემზე უფრო შეგეშინდება. არა, უთხრა პაკომ, ძალიან ბევრჯერ წარმოუდგენია გონებაში ეს ყველაფერი, ძალიან ბევრჯერ უნახავს რქები, ხარის დორბლიანი დრუნჩი. დაძაგრული ყურები, მერე ხარი თავს ძირს რომ დახრის და მყის ეკვეთება. პაკო ამ დროს მოსასხამს აიქნევს და გახურებული ხარით შლიქების ტკრიალით წინ ჩაუქროლებს. ისევ აიქნევს მოსასხამს და ისევ ეკვეთება ხარი, ისევ და ისევ. სანამ პაკო იმ ილეთით ძალზე რომ ემარჯვება ნახევარ ვერონიკით ხარს არ დაარეტიანებს. მერე თითოეულ წევარწევით გამოსცილდება და ვინ იცის, რამდენი ჩარჩება ხარის ბეწვი ოქრომ კედში. ხარი კი გაშეთებული იდგება ერთ ადგილზე და ახტაცებული ბრბო ტაშს დაუკლავს. არა, პაკო არ შეშინდება, სხვები შეიძლება შეშინდნენ, მაგრამ პაკო არა. ნამდვილად სჯერა რომ არ შეშინდება. ერთხელ რომ შეშინდეს, კიდე წოდეს, მაინც შეძლებს ყველაფერი რიგიანად შეასრულოს. პაკოს ეს სჯერა. მე არ შემეშინდება, თქვა მან. ენრიკემ ისევ შეიგინა, მერე უთხრა, მოდი ვცადოთ, როგორ? ყური მივიდა, უთხრა ენრიკემ, შენ მხოლოდ ხარზე ფიქრობ, მაგრამ არ ფიქრობ ხარის რქებზე. იცი ხარის რქებს რა შეუძლია? ხარის რქები დამასავით დაგკეპავს, ხიშტივით ზედ წამოგაგებს, კეტივით გაგიხეთქავს თავს. შეხედა, ენრიკემ მაგიდის უჯრა გამოსცია და 2 ხორცის დანა ამოიღო. ამ დანებს გამის ფეხებს მივაბამ სკავს, თავთან მივიდებ, ვითომ ხარი ვარ, დანები კი ვითომ რქებია. თუ აღრაც ისევე შეასრულებ მაგ შენ ილეთს, მაშინ უკვე სხვა ამბავი. მათხოვე შენი წინ საფარი, უთხრა პაკომ, სასადილოში გავიდეთ და იქ გავითამაშოთ.
არა პაკო, თქვა მოულოდნელად გულაჩვლებულმა ენრიკემ. ნუ იზამ. არა მინდა ოპასხა პაკო, მე არ მეშინია. შეგეშინდება შენსკენ წამოსულ დამებს რომ დაინახო. აბა ვნახოთ, თქვა პაკო. მომეცი წინ საფარი. ენრიკემ ისორი მძიმე სამართებელი ვიჭრელი და ანას გამის ფეხებს მაგრად მიანა. ჭუჭყიანი ხელსახოცებით და მე ბოლოები განაცხო. ამ დროს პანსიონის მოახლეები პაკოს დები კინოში მიდიოდნენ. გრეტა გარბო უნდა ენახათ ფილმში ანა კრისტი. ერთი მღვდელი ქვედა საცვალის ამარა იჯდა და კურთხევანს კითხულობდა. მეორეს უკვე საღამორი პერანგი ჩაეცვა და ლოცულობდა. თან კრიალოსთან სათამაშობდა. ხართან მოჭიდარენის ნეული მეტადორის გარდა ჩვეულების ამბ კაფე ფორნოში შეკრებილი იყვნა. შავთმიანი ახოვანი პიკადორი ბილიარდს თამაშობდა. კოჭდაბალი კოპებს შეკრული მატადორის ხვებთან ერთად მაგიდას მიჩნდებოდა და ზიაყავა შეექცეოდა. მაგიდას უსხნას შუახნის ბანდერილიერო და სხვა ნამდვილი პროფესიული. ნესვამი ჭაღარა პიკადორის წინ მაგიდაზე კონიაკის სირჩა იდგა. ის სიამით შესცრებდა მაგიდას, რომელსაც უსხდნენ ხელმოცარული ხნეობა დაკარგული მატადორი. მეორე მატადორი, რომელმაც დაშნა ბანდერილიერობაზე გაცვალა და 2-ალბათ საკმაოდ ნათრევი ქუჩის ქალა. ვაჭარი ქუჩის კუთხეში იდგა და ამ ხანაგებს ელაპარაკებოდა. მაღალი მიმტანი ანარქო-სინდიკალის დაკრებაზე იჯდა და ხელსაყრელ მომენტს უცდიდა, რომ სიტყვით გამოსულიყო. ხნიანი მიმტანი კაფე ალუარესის ტერასაზე იჯდა და ძალა გამოლეულ ლუდს მიირთმევდა. ლუარკის დიას სახლის თავის საწოლში გულაღმა იწვა, უკვე ეძინა, მსხვილი ქალი იყო, ფაშფაშა პატიოსანი ხასხასა გულარხეინი ძალზე ღვთისმოსავი. 20 წლის წინ გარდაცვლილი ქმარი ენატრებოდა, ერთავად და ყოველდღე ლოცულობდა მისთვის. მარტო თავის ოთახში საწოლზე პირი ქვედან ყოფილი იყო სნეული მატადორი პირში ცხვირს სახოცი ჩაეჩარა. დაცარიელებულ სასადილოში კი ენრიკემ უკანასკნელად განასკვა ხელსახოცები, რომელებითაც დანების სკამის ფეხებზე იყო დამაგრებული და სკამი ასწია. თავზემოთ სწორედ ისე დაიჭირა, რომ დანიანი ფეხები მისი თავის ორივე მხრიდან წინ იყო გაშველი. გამძიმია, თქვა ენრიკემ. პაკო იცოდე ძალიან საშიშია. ნუ იზამ ოფისში გაიწვია. პაკო მის პირისპირ დადგა. გაშლილი წინსაფარი ეჭირა, ორივე ხელით წინსაფრის თითო ნაკეცი ჩაებურჭა. ცერიზევით, სალოკი ქვევით. წინსაფარი ისე გაშელა, რომ ხარის თვალი მიეზიდა. პირდაპირ მეკვეთა, თქვა პაკო. მე მოტრიალდი, როგორც ხარს ჩვევია, რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ მეკვეთა. როგორ შეატყვა ფუკარსკიათ როდის უნდა მოიქნია, კითხა ენრიკემ. მოდი სამჯერ მთლიანად შეასრულა და ბოლოს კი ნახევარ ვერონიკა. აგრე იყოს უპასუხა პაკომ. ოღონდ პირდაპირ წამოდი. ტოროტო, აბა მოდი ბუღავ. ენრიკემ თავი დახარა და პაკოსკენ სირბილით გაქანდა. პაკომ წინსაფარი აიქნია, როცა დანისპირ მაზელ მუცელთან წკიბზე ჩაუარა, მის თვალწინ გაირვებული დანისპირი ნამდვილად რქა იყო. შავი შანდაკი თეთრწვერიანი და როცა ენრიკემ ჩაურბინა და შემოტრიალდა, რომ კვლავ სცემოდა, პაკოსთვის ისევ გახელებული გასისხლიანებული ვერტელა ხარი, რომელმაც გრიალის ჩაუქროლა მერეკატისებური მოქნილობით შემოუტრიალდა და ისევ წამოვიდა. როცა პაკომ მოსასხამი გიჯდა და იქნია, ხარი ისევ შემოტრიალდა და ისევ წამოვიდა და როცა პაკომ მისკენ გამოქანებულ წვეტებს მისჩერებოდა, მარცხენა ფეხი ორი გოჯით წინ წაუწდა. დანამ გვერდი არა უარა და შიგ თითქოს ტიკში ადვილად შესწრიალდა. სხეულში მოულოდნელად შეჭრილი მკვრივი, ფოლადის ქვეშიდან ცხელის სითხე გადმოინთხა. კანი დაუწვა, ენრიკემ დაიყვირა. ვაი, მაცალე ამოვიყო. პაკო იწაფორხილდა და წინ სკამზე დაეცა. ჯერაც ეჭირა ხერში წინსაფარი, მოსასხამი. ენრიკე თავისკენ მიათრევდა სკამს, დანაკი ტრიალებდა პაკოს სხეული. ბოლოს გამოძვრა დანა, პაკო იატაკზე იჯდა თბილ გუბეში. გუბე ფართოვდებოდა, ხელსახოცი დაადა. ზედ და დაიჭირა, უთხრა ენრიკე. მაგრად გეჭიროს, მე გავიქცევი და ექიმს მოვიყვან. სისხლის დენა როგორმე უნდა შეაჩერე. რეზინის ჩალიჩია საჭირო, თქვა პაკომ. მინდორზე უნახავს. მე პირდაპირ გამოვქარდი, თქვა ენრიკემ სტუკუნეთ. მინდორზე მეჩვენებინა მხოლოდ როგორი საშიშია ის. ნუ სწუხა, უთხრა პაკომ. შორეთიდან ისმოდა მისი ხმა, ოღონდ ექიმი მომიყვანა. როცა მინდორზე ხდება ამისთან არა მატადორს აიყვანენ და საოპერაციოში სირბილით გააქანებენ ხოლმე. თუ ბარძაყის არტერია მანამდე დაიცალა სისხლისაგან, ხდოს ეძახიან. ხდოს დაუძახეთ, თქვა პაკომ და თან ხელსახოს მაგრად აჭერდა მუცლის ქვედა ნაწილს. არ ასჯეროდა, რომ ნამდვილად მას დაემართა ეს. ენრიკე გარბოდა კარერასენ ხერონიმოს ქუჩაზე, სადაც სასწრაფო დახმარების პუნქტი ეგულებოდა. დღე და ღამე მუშაობდა. პაკო კი სულ მარტო იყო, ჯერ იჯდა, მერე მოიკრუნჩხა ბოლოს იატაკზე და აემხოდა, ასე იყო, მანამ არ გათავდა. გრძნობდა იწრიტებოდა სისხლისაგან, ისე როგორც აბაზანა იწრიტება წყლისაგან, საცობს რომ ამაიღო. შიშმა აიტანა, გრძნობდა, გონება ებინდებოდა. შეეცადა ახსერება ეთქვა. გაიხსენა კიდეც დასაწყისში ძლივს მოახერხა, სულ მოუთქნად ჩაელუღლუღა პირველი სიტყვები. მომიტევე შენ, უფალო, რამე თუ ხონა მიხდილი იწვა იატაკზე პირქვე დამხობილი, მერე ყველაფერი გათავდა. ბარძაყის გადაჭრილი არტერია გაცილებით სწრაფად იცვლება სისხლისაგან, ვიდრე გონია.
სასწრაფო დახმარების ექიმი კიბეზე რომ ამოდიოდა პოლიციელის თანხლებით, რომელსაც ენრიკეს კვლავ ეჭირა პაკოს ორივე და ვია გრანდეს ქუჩაზე ისევ კინოში იჯდა. ძალზე უკმაყოფილონი იყვნენ გარბოს ფილმით შესანიშნავ კინოვარსკვლავის გულსა კვლავ დაგლახაკებულ ყოფაში უჩვენებდნენ. ისინი კი დაჩვეული იყვნენ გარბოს ნახვას ფუფუნებაზე და ბრწყინვალე გარემოცვაში. მაყურებლებს ფილმი არ მოეწონათ და თავის გულის წყრომას ტვენითა და ფეხების ბრაგუნით გამოხატავდა. პანსიონის დანარჩენი მკვიდრნი თითქმის იმას ვიაკეთებდნენ, რასაც მანამდე, სანამ ეს საცოდაობა დატრიალდებოდა. ოღონდ იმ ორ მღვდელს სულცო გაეთავებინა და დაძინებას აპირებდა. თეთრ თმიან პიკადორს თავისი სასმელიანად იმაგიდას და გადაენაცვლებინა, სადაც ორი ნათრევი ქუჩის ქალი იჯდა. ცოტა მოგვიანოთ ერთ-ერთ ქალთან ერთად კაფედან გავიდა. ამ ქალისათვის ყიდულობდა სასმელს სეღანის მატადორი, ვაჟკაცობა რა ჰქონდა დაკარგული. პატარა ბიჭს პაკოსის არაფერი ესმოდა. არ იცოდა რას გააკეთებდნენ ისინი მეორე დღეს, ან სხვა დღეებში არაფერი არ იცოდა მათი ნამდვილი ცხოვრებისა, ან როგორ დაასრულებდნენ ისინი თავის სიცოცხლეს. ის მოკვდა როგორც ესპანელები იტყვიან, სავსე ნეტარი ზმანებებით, მან ვერ მოასწრო ზმანებიდან გამორკვევა და ვერც უკანასკნელი აღსარების ბოლომდე ჩაკითხვა. მან ვერ მოასწრო თავისი უკმაყოფილება გამოეთქვა გარბოს სურათზე, რომელმაც მადრიდის ერთკვირიანი გულის წყრომა გამოიწვია.